და გავაგრძელებ კაბაზე და ოჯახზე, რადგან იქ კაბები იყო. გაიგე, ნუ მე სკოლაში, ხო თქვი რომ ბავშვობაში გადავარდები. სტანდარტული ჩაცმა არ მიყვარდა ეს გოფრე კაბები, ეს თეთრი ფართუკები, არაფერი არ მიყვარდა, იმიტომ რომ არ მომწონდა ჩემი სხეული. ეხლა გამოვიყურები ლამაზად, თორე მაშინ არა ესე. და გეთახმები. აი აქამდე კაბები, ნუ ესე არ მომწონდა და დაიბარეს ერთხელ ჩემი მშობელი სკოლაში და უთხრეს რომ არა სტანდარტულია ეს ჩვეულებრივად უნდა ეცვას როგორც ყველას. დია. და მიყიდა დედაჩემმა ეს გოფრე როგორც არის ეს თეთრი ფართუკი, მაგრამ ჩავიცვი დავდექი სარკის წინ არ მომწონს შენ, ნუ ბელე მე არ ვარ, ვერა, ნუ ამიკრძალეს სხვა ტანსაცმლის ჩაცმა და იმ საღამოს შევიკერე კლეში ესეთი გრძელი ქვედაბოლო, ისევ შავი ფართუკი და დილას, როდესაც დედას დავენახე ამ თეთრ ფართუკზე თავის ნაყიდ გოფრეში, ეს ყველაფერი მედო ჩანთაში, წამოვედი სადარბაზოში ისევ გამოვიცვალე და იცით რა იყო, სექტემბერი იყო, მახსოვს პირველი რაღაც სექტემბრის დღეები იყო, მაქვს ძალიან მაგარი რუჯი. და შავი ეს მაშინ ჯიმი გადიოდა თუ რაღაც ეს დისკოს მოცეკვავი და თმები მაქვს ზუსტად ესე შავი მუგზალივით ესე გაყოფილი და დილას გამოვედი ეს კლეოში კაბით მოვდივარ და იცით სად ცხოვრობ მოედანზე აქეთ თეატრი იქით კინო იქით რკინიგზის სადგური და ეს პროლეტარები რომ დგანან და ყველა დილით ხო კომუნიზმია გაგანია ეს მუშათა კლასი და ავდგე ხო? და ესე მოვდივარ ამაყად ეშხიანი ვარ, ვაფრქვევ ეს ჩემი ღიმილი აქ ცოტა დაწკეპილი ულაშებიც ეს რაღაცა ეშს მატებს. მოვდივარ და უცებ ვეღარ ვადგავ ფეხს, გაიგეთ? აი ვერ ვადგავ ფეხს, რაღაც მჭირს და ვიგრძენი სიცივე და რას ავაკეთებ ამ დროს? მოედანი ხალხი გადავაბიჯე, მაგრამ ესე რომ გადავაბიჯე, უკან ხედავ უკვე რა ხდება. საშინელება, მაგრამ წინ ფართუკი ხომ მეფარება, წინ გადარჩენილი ვარ, მაგრამ რა ვქნა? ამ დროს დაუფიქრებლად ტრიალდები ესე, ესე ვერ ვისავ. ნახეთ, ესე ხო ვარ. გაიგეთ, აქ ხო კაბაა. ტრიალდები ესე, აქეთაც ხალხია და ესე ვიკუზები, ვიხრები, ვიღებ კაბას და უკვე ეს არის პიკი ჩემი შერცხვენის. წარმოიდგინეთ, ესე უკან ესეთ მდგომარეობაში ვიცვავ და ესე ვაკეთებ, ვიცმევ და ესე მივდივარ, ნუ ეს იყო ყველაზე საშინელი. არა, ეს ამით არ დამთავრებულა. არა, არ დამთავრებულა, ეს ცოტა გრძელი გამომივა, მივედი სკოლაში. დიახ. და ხედავ სასწავლო ნაწილი ყავდა ერთი ციური ცოცხალაშვილი, მოვიკითხავ აქედან უსიმპატიურესი, უკარგესი ადამიანი, მაგრამ ამოუვიდა ჩემი ესეთი ჩაცმულობა და მიძახის ბელა და მელოდე. ველოდები კიბებზე მეორე სართულზე ვარ სადღაც და მოდის დიდი მაკრატლით. დიდი მაკრატლით. აი რა დრო იყო. ამაჩერა ავწიეს ფართუკი და ეს შემომაჭრა არ ქვია, ეს შემომღიჯნა. აი პირდაპირ. ესე და ეს. ესე ხო. და ესეთი კაბა გრძელი ფართუკი, ეს ჩემი ესეთი ფეხები. და არის ხალხო საშინელი დღე მაქვს. ეს არის მე უცებ მახსოვს რომ დედაჩემი წინადღით ესეთ მდგომარეობაში ახლა კიდევ დაიბარებენ ყველაფერზე სამყაროზე გაბრაზებული ვარ და მოვდივარ სკოლიდან გამოვიპარე რა თქმა უნდა ესე მოვდივარ და ჭიათურაში ხო ხდებით ყველაფერი წყალი იყო მარგანეციანი შავია ყველაფერი და იქ ერთი მუდმივი ხო არის ხო გინახავთ რომ სულ გუბია 42 გრადუსშიც რო გუბია, ნუ რაღაც ეთქვა ქვემოდან წყალი ამოდის მიწისქვეშა და ესეთი დიდი გუბია, ესე გაბრაზებული, გაპარტახებული, იქ ხალხში შერცხვენილი, აქ სკოლაში შერცხვენილი და რაღაც გმირობა მინდა. გაიგეთ, აი რაღაცა მინდა გავაკეთო, რაღაც სიძლიერე და მინდა ამ გუბეს გადავახტე. ხტებით? აი რაღაცა ავიღო ესე ინერცია და ესე იმაში რო ეს რაღაცას ვაკეთებ და უნდა გადავახტე ეს სალტე გავაკეთო ეს აერჩი და ნუ რაღაც ჩემი სიძლიერე სადღაც და ავიღე რასგანი ნუ რა თქმა უნდა ვერ გადავახტე და ჩავარდი, მაგრამ ჩავარდნა ეს ყოფილა ღრმა
საკმაოდ ახლა უკვე გადახვედი შენ რომ იხჩობი. არა, ნუ არ ვიხჩები, ეს ამეცია ეს კაბა, ეს მთლიანად მარგანეციანი წყალი გალუმპული ესეთ მდგომარეობაში და ესე ჩამოვიფარ ესე ვარ და ერთადერთ ბიჭს ვეპრანჭებოდი, ერთადერთს. ესე მომწონდა და ესე ჩამოწეული ვხედავ მიწოდებს ხელს და მორჩა, იქ დაამთავრდა ჩვენი ყველაფერი, რა მინდოდა იმ გუბეში და ერთი კვირა საერთოდ არ გამოსულო არ გარეთ. ასე დამთავრდა ეს სევდიანი ამბავი. და კარგი, მაშინ იუმორის ელემენტები.